საჯელახსრულების სამინისტროს მიერ წარდგენილი კანონპროექტი, ეგრეთ წოდებული უდოს კომისიის გაუქმება გააპროტესტეს ახალგაზრდა უფლებადამცველებმა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა არსებული კანონპროექტის გადახედვა და მათში შენიშვნების გათვალისწინება. აქციის დასრულების შემდეგ საჯელახსრულებისა და პრობაციის მინისტრმა არასამთავრობოებთან შეხვედრაზე და კონსულტაციური გზით მოლაპარაკებებზე მზადყოფნა გამოთქვა. ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზე იყო საუბარი, რაც ესაც მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მისი წინამორბედების სამწუხაროდ ამას არ აკეთებენ, რაც ბატონმა გიორგიმ ახლა გამოხატა. ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ ჩვენი შენიშვნები ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იყო უდოს კომისიასთან დაკავშირებით იქნება გათვალისწინებული. ჩვენი სამინისტრო მუდმივად გახსნილია და კონსტრუქციული დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ. კონსტრუქციული დიალოგი შედგა ეხლაც. მე მინდა გითხრათ, რომ მოსვლის დღიდან ვთქვი, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებოდი არასამთავრობოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რა თქმა უნდა, ერთ აზრზე ყოველთვის ვერ ვიქნებით, იქნება აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ყოველთვის მოვისმინოთ მათი არგუმენტები და გავითვალისწინოთ.